ჩვენი სერიიდან ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი შეხვედრა, მე უკვე გითხარით, რომ თუ გექნებათ სურვილი, შეიძლება რაღაც თემატიკის ირგვლივ შეკრება ხოლმე, რაც დაუშვათ დამოკიდებულია კეთილნებაზე ჩვენი მასპინძლების. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ესა მესამე კლასტერი და უბრალოდ ჩემი მიზანი, როდესაც აქ მოვდიოდი, იყო იმ მრავალფეროვნების ხასიათთა შორის აღნიშნა, რაც ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში გვხდება. ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელი არ არის ყველა ეს სიმპტომი იყოს და მანდამაინც ჩვენს გვერდით იყოს რომელიმე პიროვნება, ვისაც აქვს პიროვნული აშლობა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ამ სიმპტომების გარჩევის დროს ჩვენ შეიძლება ვნახოთ ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ პიროვნული აშლობის დამახასიათებელი ხასიათობრივი ნიშნები შეიძლება ჰქონდეს და მათზე ვრცელდება ზუსტად ის მიდგომები, რა მიდგომებიცაა თვითონ პიროვნული აშლობების მართვის კონტექსტში. მესამე ჯგუფი ესაა ძალიან საინტერესო ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ აქვს მიდრეკილება სწორედაც რომ შფოთვისკენ, რაც ხაზგასმით აღვნიშნეთ პირველივე დღესვე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ახასიათებთ საკუთარი ქცევის, გარემოს და ასე შემდეგ, ან ზედმეტი კონტროლი, ან თავის არიდება და გარეთ დისტანცირება, თავს შეკავება. დაბალი თვითშეფასებით ხასიათდებიან და ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი სიმპტომატიკა უკავშირდება შიშის არსებობას და ეს შიში არის პირველ რიგში ისევ და ისევ უარყოფი შიში. მსგავსად მეორე კლასტერში ჩვენ განვიხილეთ, რომ იყო ესეთი მიტოვების შიში. აქ უარყოფის შიშზეა. მიტოვება, რა თქმა უნდა, უარყოფის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, მაგრამ მიტოვება ფიზიკურ მიტოვებაზეა საუბარი და უარყოფა ჩემი როგორც პიროვნების, ჩემი არ მიღება. აი ესეთი კონტექსტია უფრო მეტად. არაკეთილსაიმედოობის განცდა, შიში რომ მე ჩამთვლის ერთი ადამიანი მე არაკეთილსაიმედოდ და დამოუკიდებლობის კონტექსტში ძალიან უჭირთ ზოგიერთ, ერთ-ერთ ფორმას, მაგალითად დამოუკიდებლობა ძალიან უჭირს. ამ კლასტერში სამი ერთეულია. ერთი არის ამრიდებლური პიროვნული აშლობა და უკვე თავისთავად ჩანს ყველა მან, ვინც იცის ოდნავ მაინც ფსიქოლოგიის საფუძვლები, იცის, რომ ამრიდებლობა, როგორც თავდაცვის მექანიზმი, რომ არა იყოს პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, დამოკიდებული პერსონოლოგია, დამოკიდებული პიროვნება, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს გარეგანის შემფასებლის გარეშე და მესამე ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლობა, რომელიც ძალიან ახლოს დგას თავისი შინაარსით, ცალკე ნოზოლოგიასთან, ცალკე დარღვევასთან, რომელსაც ქვია ობსესიურ-კომპულსიური აშლობა, მაგრამ ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლობა არაა დაავადება, ისე ცალკე გამოკვეთილად, როგორცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლობა. ტიპური მახასიათებლები კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მაინც აი ეს 4 მომენტი. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი შფოთვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამრიდებლური პიროვნული აშლობა არსებობს და ასე შემდეგ, ზოგადად ამ კლასტერს მაინც ამრიდებლობა ახასიათებს. აბა შევხედოთ, ამრიდებლური პიროვნული აშლობა თავს არიდებს რაღაც სიტუაციებს, დამოკიდებული პიროვნული აშლობა პასუხისმგებლობას სხვას ავალებს და ამით თავს არიდებს პასუხისმგებლობის აღებას. ამავე დროს, მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლობა ბისტროს ადამიანი თავს არიდებს რაღაც განსხვავებულთან შეგუებას, მაგალითად, რამდენიმეჯერ უნდა გადაამოწმოს რაღაც და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქცევა იცვლება, ქცევითი ინჰიბიცია უკმარისია ქცევა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობები გამოსწორდეს. სიფრთხილე და პერფექციონიზმი, ყველაფერი უნდა იყოს საუკეთესო კლიშე უნდა ერქვას ყველაფერს
და დამოკიდებულია ყოველთვის პიროვნებად შორის ურთიერთობაზე, პიროვნებად შორის შეფასებებზე და ასე შემდეგ. ამ ეტიოლოგიაში ბიოლოგიური დეტერმინანტები ყველგან ისევ და ისევ უდგებით ბიოფსიქოსოციალურ კონტექსტში. ბიოლოგიური დეტერმინანტები, მაგალითად, მემკვიდრეობითი კომპონენტი არის ზომიერი და მაინც უფრო ობსესიურ კომპულსიურ აშლობაში უფრო ჩანს. ამიგდალას ჰიპერაქტიურობა ასოცირებულია ზედმეტ ამრიდებლობასთან. ზოგადად ამიგდალა არის ძალიან საინტერესო წარმონაქმნი, ის პატარა ნუშისებრი რაღაც წარმონაქმნი, რომელიც ბევრ რაღაცაში მონაწილეობს. მაგალითად, რაღაც მოვლენის ემოციური შეფასებაც ამიგდალას ფუნქციაა. მაგალითად, ამიგდალას ფუნქციაა შიშისა და ზესიფხიძლის მდგომარეობა. ანუ, როცა მე როგორ ამბობენ რძეზე დამწვარი დოსულს უბერავდაო, აი როდესაც ეს მომენტი ზესიფხიზლეს ვირჩე. ეს ყველაფერი უკავშირდება ისევ და ისევ ამიგდალას, გარკვეულწილად ჰიპოკამპ ამიგდალას და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ის რომ ამრიდებლურ ქცევასთან მაინც ამიგდალას ჰიპერაქტიურობასთანაა ეს კორელაცია. დაბალი სეროტონინული აქტივობა, რაც მიუთითებს სწორედ რაც იწვევს სწორედ იმ შფოთვას, იმ იმპულსურობას, რაც ამავე ამ კლასტერს ახასიათებს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ იმპულსურობა იმდენად მნიშვნელოვნად დამახასიათებელი არ არის ამ კლასტერისთვის, როგორც ეს მეორე კლასტერისთვის იყო. პერსონალური და ადრეული გამოცდილებებიდან ერთ-ერთი ხაზგასმულია არის ჰიპერპროტექცია, ჰიპერმზრუნველობა მშობლების მხრიდან გამოჩენილი და განსაკუთრებით ეს გვაქვს დამოკიდებული პიროვნული აშლობის დროს. ასევე, როდესაც ემოციური დისტანცირება ან გარკვეულწილად ზედმეტად კრიტიკული აღზრდა ხდება ადამიანის, ამაზე ცოტა ხანში შევაჩერებ ესე იგი თქვენს ყურადღებას, ეს უფრო ამრიდებლურ პიროვნულ აშლობას ახასიათებს, აი ურთიერთობების ეს სტილი და ზედმეტი კონცენტრაცია და ფოკუსი, აი მაგალითად სოდვიანობაზე. მაშინ, როდესაც აი ნახეთ 7 წლის ასაკამდე ბავშვს არ აქვს ჯერჯერობით, როგორც ამბობენ დიდი მკვლევრები, ჩემი, შენი, მოპარვა და ასე შემდეგ ამის გარჩევის საშუალება არ აგვაქვს და თუ ბავშვმა რაღაცა ისეთი ჩაიდინა, რომ მეგობართან ყოფნის დროს რაღაც წამოიღოს სახლში, ეს უნდა ხაზი გაესვას ამ მომენტს და უნდა მოხდეს, რომ იცი რა, ისიც იტირებს, რომ აღარ ექნება და მოდი დავაბრუნოთ, მაგრამ არ უნდა მივცეთ ამას ბრალეულობის, ცოდვიანობის და დასჯის შიში არ უნდა გქონდეს. გამიგეთ, აი ვერ ხვდება და იმიტომ არა აქვს ჯერ კიდევ გაცნობიერ, ხო, მოეწონა და აიღო კაჭკაჭის ვარიანტია, გამიგეთ, სჯით კაჭკაჭს. არ ვჯით, იმიტომ რომ მან არ იცის ჩემი და შენი. აი დაახლოებით ეს მომენტია, მაგრამ 7 წლის მერე უკვე აი ეს მესიჯები, ეს გზავნილები აუცილებლად უნდა მივცეთ ჩემი, შენი, აღება ცუდია, დანაშაულია, ნორმებს არღვევს, ისიც ნერვიულობს. აი გამიგეთ, ოღონდ ამას განმარტებითი უფრო მეტად უნდა გქონდეს მიწოდების დროს განმარტებითი სახე, ვიდრე დაუშვათ ესეთი აპელირება, მაგალითად წესრიგზე, ცოდვიანობაზე, რაც საფუძველი აღმოჩნდა, რომ არის ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლობის ერთ-ერთი კორელაცია ესაა. სოციალური გავლენები. აი აქ გამოვყავი რაღაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ერთი არის სტიგმა, არასტაბილურ გარემოში, რომელიც გარკვეულწილად არის ამავე დროს მაკონტროლებელი. ოღონდ აი ზედმეტად დამგმობი კულტურა, აი ესე ქვია პირდაპირ, კულტურა, რომელიც ყველა ჩემს ქცევას გმობს, არა აკონტროლებს, არამედ გმობს. აპრიორი გადავდგი ნაბიჯით, დავიჩოქე მგმობს, არა ის რომ ეხმარება წამოდგომაში, არამედ გმობას ახდენს.
აი ამას ქვია ინგლისურად overly critical culture, რომელშიც აი ფაქტიურად მე შევეცადე რამდენიმე მომენტი ხაზი გამესვა რამდენიმე მომენტისთვის. პირველი ის რომ ბავშვი ოჯახში მხოლოდ კრიტიკულ შეფასებებს იღებს, რომელიც ეხება მის გონებრივ შესაძლებლობებს, მის ქმედებებს და რაც მთავარი ასევე გარეგნულ გამოვლინებას, თუ რას გევხარ. აი თვითონ შეარჩევს რაღაცას და გამოდის და შენ აკრიტიკებ. აი ასეთი ტიპის დამოკიდებულებები სამწუხაროდ არსებობს და ეს არ არის მარტო ოჯახში, ასევე მიკრო ისეთ სოციუმებში, სადაც ამ ბავშვს უხდება ცხოვრების პირველი ეტაპების გავლა, როგორიცაა ბაღი მაგალითად, როგორიცაა დაწყებითი კლასები და ასე შემდეგ. აი ესეთი კრიტიკული შეფასებების გარდა არის მეორე მომენტი, აი ამასაც ცოტა ხანში ისევ ავხსნი, როცა სკოლა და როდესაც საზოგადოება, მოდი ესე ვთქვათ, ოჯახი განვავრცოთ საზოგადოებიდან, მაღალ სტანდარტულ მოთხოვნებს ვუყენებ, ვეუბნები რომ შენ უნდა იყო 100-ოსანი, 100 ქულა უნდა გქონდეს ყველაფერში მიღებული, ხო? და ამავე დროს არ უშვებს ასე ვთქვათ მხარდაჭერას ან შეცდომების ნორმალიზებას. აი მაგალითად ცოტა ხანში გაჩვენებთ და ასევე აი ამ overly სრულად დამგმობი ესე იგი კულტურის მაგალითი არის ის რომ ადამიანების თვით შეფასება ის კი არა რომ მე კარგი ვარ, არამედ დამოკიდებულია აი თქვენ რას მეტყვით. ეხა იცით რა ეხა შემეკამათებით და მეტყვით რომ ეხა შეიძლება ადამიანს რომელსაც არ მიუთითებს შეიძლება გახდეს როგორ გითხრათ გადააფასოს თავისი შესაძლებლობები. აიცით რა არის გადაფასების დროსაც სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ყველაფერზე კრიტიკული მიდგომა არ შეიძლება, აი ამის თქმა მინდა. ძალიან საინტერესოა კიდევ აი ესა რას ნიშნავს კონკრეტულ მაგალითზე. ეს არის მაგალითად შემთხვევა, როდესაც მე ხო გითხარით, ბავშვებს არ ვიღებ მეთქი, მაგრამ ეს кейსი იყო, ესე იგი 15 წლის არა ესა 14-დან 15-ში გადადის და უბრალოდ მომიყვნენ ეს ისტორია და შევეცადე რომ თქვენთვის მომეყოლა და ნუ ექიმამ კითხა და ნუ რაღაც ოჯახის წევრთან დაკავშირებით ესე მესამე პირისგან ისა. მერვე კლასის მოსწავლეა გოგონა, რომელსაც ყოველთვის ეუბნებიან, შენ უნდა იყოს საუკეთესო მოსწავლე. სკოლაშიც ყოველდღე ეუბნებიან და სახლშიც, რომ აი შარავანდეც აძლევენ, უქმნიან ამ ადამიანს. უნდა იყოს წარჩინებული და კიდევ შენი წარმატება არის ჩვენი ოჯახის იმედი. სხვა შორის ერთი ჩინელი ბიჭი იყო, რომელმაც გაიმარჯვა და მაგისტრატურაში მოხდა სორბონაში მოხდა მაგისტრატურაში და ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, აი დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო და მაგისტრატურაში, ანუ მე-7 კლასელია თუ 27 კლასელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში შეძახილი იყო შენ ხარ ოჯახის იმედი. ეხლა სოფოს ოჯახს მაგალითად უმაღლესი დამთავრებული ჰქონდა, იმ ბიჭისას საერთოდ არ ჰქონია და მისთვის ეს მაგისტრატურა ის კი არ იყო რომ სკოლა დაამთავრა, ის იყო არ ვიცი, აი ხო, ნამდვილად აი რაღაცა უზარმაზარი მიღწევა. მაგრამ აი ეს ტვირთი შენი წარმატება არის ოჯახის იმედი, ეს განსაკუთრებით მაღალი წნეხია მოზარდებისთვის. ნახეთ, არავინს არ უკითხავს, როდესაც არავის არასდროს უკითხავს, როგორ გრძნობ თავს ამ ზეწოლის ფონზე. შეგიძლია შეცდომის დაშვება? შეგიძლია თქვა, რომ არ გაიგე, ან ვერ გაიგე, ან ვერ მოასწავლა? ასეთი ცნებები არც არავის არასდროს არ მიუწოდებია მისთვის და რაც მთავარია ერთ დღეს ისტორიის ტესტში აიღო 7 ქულა. ნუ მასწავლებას გაუკვირდა. კლასელებმაც ესე ბულინგის ელემენტები შემოვიდა, რომ მაგარი ხარ, ხო? აი, ნახე და მშობელი განრისხდა,
და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ბავშვი, შესაბამისად იმ სამივე სფეროში, სადაც აქვს ურთიერთობა. პედაგოგი 14 წლის ბავშვისთვის არის უპირობო როლური იმიჯის მატარებელი, მშობელი, რომელს წინაშეც უნდა თავი და რაც თავარია თანაკლასელების წინაშე დაიმსხვრა მითიმის. სოფო არის თითქოს ჩვეულებრივი ბავშვია, მაგრამ შინაგანად ფიქრობს, მე აღარ ვარ კარგი. მე არა ვარ საკმარისი, თვითკმარი არა ვარ რა. ანუ არა ვარ კარგი, რაღაცა მოხდა ჩემში დაინგრა, თუ შევცდი და უკვე შევცდი, ესე იგი შეიძლება სიყვარულის საკითხი, ჩემს მიმართ დამოკიდებულების საკითხი, ადამიანების ჩემს მიმართ დამოკიდებულების საკითხი ცუდად წავიდეს. არა, რაღაც 1-2 ახსენა იმის შესახებ, რომ ხომ არ შემიცვლიდი სკოლას, იმიტომ რომ იმდენად მძიმეა მისთვის ეს 7 ქულის მიღება და ჯობს არაფერი ვთქვა მაშინ თუ არ მიცვლით და მიცვლით სკოლას და ამიტომ ვიქნები ჩემთვის გაყუჩებული და ურთიერთობებიდან გადის ეს მოზარდი. რა სჭირდებოდა სოფოს? სოფოს ორი რაღაცა სჭირდებოდა. მოსმენა, გაგება იმის, რომ შეცდომაც არის სწავლის და სწავლების ნაწილი. ხო? და მეორე, არა მხოლოდ შეფასება 7 ქული, რომ კაი ეს რა დაგემართა, მაგალითად, თუ მან დამაინც ესეთი გამოხატვა, არამედ თანაგზნობა და მხარდაჭერა, ემპათია, რასაც თქვენ ამ წუთში სახელი დაარქვით, რომელიც ეტყოდა ემპათიური ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც ეტყოდა შეგიძლია სცადო თავიდან. არა უშავს, გადავივლით ამას, დავამტკიცებთ, რომ შეგიძლია უკეთ სწავლა. ეს ხომ წაახალისებდა, დააფრთიანებდა. აი ასეთი მაკონტროლებელი კულტურა არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ყალიბდება დამოკიდებული პერსონოლოგია, ამრიდებლური პერსონოლოგია, ნაკლებად ობსესიურ-კომპულსიური. თუმცა იქ თვითშეფასება დაბალია და პერფექციონიზმის გამო შეიძლება გადაიტანოს, ის კი არ მიიღოს მაღალი ქულები, არამედ ყოველ სიტყვას მიაქციოს ყურადღება, გაიქცეს დეტალებში და სრული საბოლოო შედეგები ისეთი კარგი არ ჰქონდეს, რაც რეალურად იყო. მოდით ახლა ჩაუღრმავდეთ თითოეულ აი ამ სამს. ამრიდებლური პიროვნული აშლობა აი ძალიან საინტერესოა და ამაზე მე მაქვს ერთ ძალიან საინტერესო გამოცდილება, არა, უფრო დამოკიდებულზე მოგიყვებით იმ კონკრეტულ შემთხვევას. პირველ რიგში, როგორც უკვე ვთქვით, აქ არის ქცევითი ინჰიბიცია, სოციალური ინჰიბიცია. უარყოფის შიშის გამო ინდივიდი თავს არიდებს სოციალურ სიტუაციებს, ცდილობს უხილავი გახდეს საზოგადოებისთვის. თუ თქვენ ვერ მხედავთ, ვერ შემაფასებთ, შესაბამისად, ჩემი თვითშეფასება დაბალია, მაღალია თუ რაღაცა ინტაქტურია, თქვენიდან არ მოველია არანაირ დარტყმას, ხო, ასეთი სოციალურ კონტექსტში. უარყოფისა და კრიტიკის ძლიერი შიში. აღიქვავს საკუთარ თავს არასრულფასოვან პიროვნებად და ელოდება, რომ სხვებიც ასე შეაფასებენ მას. შესაბამისად, ესე იგი, სოციალური ინჰიბიცია მისთვის არის თავდაცვა აი ამ კრიტიკისაგან, მაგრამ ამავე დროს თუ მოუწია ამ ადამიანს სადმე გასვლა, ის 24 საათი უყურებს და აფასებს მის მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ ფრაზეოლოგიას, ცდილობს დაუკავშიროს საკუთარ პიროვნებას და გაითვალისწინოს და ჩათვალოს, რომ ეს ფრაზეოლოგია დიახაც ხაზს უსვავს იმას, რომ ის არის კრიტიკის ქარცეცხლში და იმსახურებს თან. ის კი არა, რომ თქვენ მე გამაკრიტიკეთ.
თან ვიმსახურებ და მტკიცებულებაა ეს იმის, რომ მე არ ვარ ღირებული წევრი აი ამ სოციუმის და ასე შემდეგ. შეზღუდული ინტერპერსონალური ურთიერთობები. როგორც უკვე ვთქვი, ყველა პიროვნულ აშლობას გარკვეული ტიპით აქვს ურთიერთობა სოციუმთან. ჩვენ ვნახეთ რაღაც ტიპი პიროვნული დარღვევებისა, როცა საერთოდ ინტერაქციას არ ახდენდა არა მარტო საპირისპირო სქესთან, არამედ საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან. საერთოდ ჰქონდათ თავი არიდებული ინტერპერსონალური ურთიერთობებისთვის. აქ უჭირს მსგავსად, აი მაგალითად პირველი კლასტერისა რა, უჭირს ინტერპერსონალური ახლო კავშირების, უბრალოდ ახლო კავშირების ისე იგი ფორმირება უჭირთ და თავს იკავებს აი ღრმად შესვლისკენ ურთიერთობებში. ფაქტიურად ისევ და ისევ ამის უკან დგას აი სირცხვილი და იმედგაცრუება, ანუ ფრუსტრაცია, რომ გარიყავენ, მის მიმართ არ იქნება ისეთი დამოკიდებულება და ამიტომ აპრიორი ცდილობს, რომ დისტანცირება გააკეთოს. ზესიფხიზლე, ანუ აი vigilance, რასაც უწოდებენ, აი კარგად აკვირდება გარემოს, სხვების სიტყვებს და როგორ გამოიყურება ჩემი ქცევა გარედან. ნახეთ, ძალიან კარგად გეხსენებათ ფსიქოლოგებს, რომ არსებობს ორი ტიპის ესეთი ხატი, ხო? აი როცა მე ქალს ვეუბნები, რომ აი მომიყევი, როგორ ძალადობა იყო შენზე. აქ არის ასოცირებული ხატი, როდესაც მე ვხედავ ჩემს თავს, როგორ ვდგევარ უსუსური და აი ვიღაცა ჩემს წინ დგას და მიბრახუნებს. აი ასეთ დღეში ვარ. ესა ასოცირებული ხატი. და როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ასოცირებული ხატიდან გადავიდეთ დისოცირებულ ხაზზე. გარეთ დავინახო ეს, ფიზიკური შეგრძნებები მაინც არ ავიღოთ და მე მინდა გითხრათ, იყო ესეთი პოსტტრაუმულ სტრესულ აშლობაში, როცა უფრო მეტად ვიყავით დაინტერესებული ფსიქოთერაპიული ელემენტებით. ეხლა ნაკლებად მაქვს ამის დრო, ერთმა ქალმა მესამე მოთო მეოთხე შეხვედრაზე იგივე ისტორია, როდესაც მოყვა, უცებ დაიწყო სიცილი და რატომ იცინით, რომ ვკითხე, მითხრა, რომ იცი რა, რომ დამარტყა ისე სასაცილო წავქცეულა, რა ჩემს თავს ხედავ გარედან და ნუ აი როგორ სასაცილო წავქცეულა. აი აქედან დაიწყო მისი ჭყალებში გამოჯანსაღების პროცესი, როდესაც აი ეს ტკივილები ფიზიკური აღარ გრძნო და უკვე აი გარედან დაინახა ეს ყველაფერი და გარედან დაიწყო შეფასება. ეხლა ეს ცოტა შორს წაგვიყვანს, რამდენად სწორია ეს არ არის სწორი, მაგრამ ფაქტია ის, რომ აი ამ შემთხვევაში ეს ადამიანი თავის ქცევას გარედან უყურებს ყოველთვის. სულ დისოცირებულია თავის იმასთან და აი დისოციაციური სიმპტომები ისეთი კი არ შემოდის, დერეალიზაცია აი ჩემი სხეულიდან გავედი და გარედან ვიყურე. არა, მე უბრალოდ ვაფასებ საკუთარ ყველაფერს და ვარ უაღრესად მაკრიტიკებელი საკუთარი ქცევისა. ვიღაცამ რაღაც იფიქრა, ეხა ეს რომ ვთქვი, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური პრობლემების საფუძველი ხოლმე. დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა, აი მე არ ვარ საკმარისად კარგი, არავის უყვარა, როცა გამიცნობენ, აღარ ვეყვარები აღარავის. ანუ ჩემს აი თითქოს ბრალეულობის განცდაცაა, მაგრამ დეპრესია არ არის. ესა ხასიათის ნაწილი, ნიშნებია, პიროვნების ნიშნებია და ასე შემდეგ. და იცით რა, აი აქ არის ერთი საინტერესო შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად ამცირებს პიროვნულ ღირსებას. ეს არაა შინაგანი ხმა, ესაა ინტერნალური დიალოგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნებისთვის და აი ამ ინტერნალურ დიალოგში ზუსტად არის წაი ეს მომენტი, თითქოს აი საკუთარ თავს თავადვე ამცირებს. არასოდეს ამბობს, რომ ეს მის ხმა ვიღაცა ენის ან ემის, რომლებიც მასზე ცუც ლაპარაკობენ. ესე თუ იქნება, რომ ორი ადამიანი მასზე მჯერობს, მე უფრო ვიფიქრებ შიზოფრენიას და როცა ერთი საკუთარი თავი ინტერნალიზებული აქვს აი ეს განცდები, მაინც ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამრიდებლურ პიროვნულ აშლობაზე. ახალი აქტივობებისთვის და რისკებისთვის თავის არიდება ეშინია, რომ ახალი სიტუაცია გამოაშკარავებს მის არაკომპეტენტურობას,
მტკივნეულად განიცდის შეცდომის ან დაცინვის შანსს თუ ასეთი დაიჭირა და ნახოთ მაგალითები, ეხლა გურამმა თქვა რომ ბევრ სიტყვითო მე მაგალითად ნახე ემილი დიკინსონის მაგალითი რომელიც შეიძლება ამ კლასტერში ჩაჯდეს ამრიდებლური იმიტომ რომ ნახეთ ცხოვრობდა უაღრესად კარჩაკეტილი თითქმის არ ტოვებდა თავის სახლს ნახეთ პირველ იმასთან ახლოსაა თითქოს მაგრამ იქ საერთოდ არ გიშვებს ემოციური ურთიერთობა კი არის საერთოდ ურთიერთობა არ არის და იშვიათად ხდებოდა ესეც სტუმრებს, საუბრობდა მხოლოდ კარს მიღმა, ციცოცხლის განმავლობაში უარს ამბობდა თავისი ლექსების გამოქვეყნებაზე, სწორედ ცირცხვილისა და შიშის გამო, რომ მას დასცინებდნენ და მას ჰქონდა განსხვავებით ნახეთ პარანოიდისაგან და შიზოიდისაგან შფოთვის ძალიან მაღალი დონე და გამოვლინებები სხვადასხვა მოდალობებში, მათ შორის ოფლიანობის მომენტს აღწერს ერთი მისი პერიოდის თანატოლი ახლობელი თუ რა იყო. მაგალითი არის ესეთი კიდევ რომ 30 წლის მამაკაცი უარს ამბობს დაწინაურებაზე, ეს საქართველოში არ ხდება ოღონდ რა. რადგან სხვები მიხვდებიან რომ არ იცის და რას გააკეთებს, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს საკმარისი რომ. ეხლა იცით რა, ეს კრიტიკულობა შეიძლება ჩაითვალოს, რაც ხანდახან საჭირო ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამ ადამიანს სხვა მომენტიც აქვს. სოციუმი რას იტყვის, სხვისი აზრი როგორია მის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ასეთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს საერთოდ უარი ვერ თქვა იმის გამო რომ უარი ეთქვა რაღაც უფრო მძიმე და ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ჯარში დანიშნეს და ჩემთან მოიყვანა მეუღლე, იმიტომ რომ ისეთი მაღალი იყო ეს შფოთვის დონე და დაურწმუნებლობა და დელეგირებული მაგალითად რაღაცეები ჰქონდა თავის მოადგილეზე და თან ფიქრობდა რომ ეხლა წარმოუდგენელია ხო თანამდებობაზე რო ხარ რაღაცის დელეგირება უნდა მოახდინო ეს რო დელეგირება გააკეთა რაღაც საკითხებში მე მქონდა სულ განცდა რომ ის დასცინის მას იმიტომ რომ ეს საკმარისად გამოცდილი არ არის და არა და ამ სისტემაში მუშაობდა მანამდე 1-10 წლის განმავლობაში არის ასეთი შემთხვევები და ეს არ არის კრიტიკულობა, ეს უკვე პრობლემურია, ხასიათობრივი მაჩვენებელია. 29 წლის ქალი, ესეც სხვათა შორის ესეც მომართვით არის შემთხვევა, კონკრეტული შემთხვევა. 29 წლის გრაფიკული დიზაინერი, ზოგადად როგორც უკვე გითხარით, ეს პიროვნებებისადმი პიროვნებებთან ურთიერთობის ამრიდებლობა გარკვეულ ჯგუფებში მათ შორის მაგალითად შიზოიდში ცხოვრობ, ცდილობთ რომ აერიდოს, პარანოიდი ცდილობს აერიდოს და ასე შემდეგ. ნახეთ, აქ არის ეს ადამიანები უფრო მიმართავენ ისეთ პროფესიას, რაც ინტერპერსონალურ ურთიერთობებს არ საჭიროებს და ურჩევნია დისტანციური მუშაობები. რის საშუალებაც ახალმა საუკუნემ მისცა, ამიტომ შესაძლებელია კიდევ უფრო გაღრმავდეს რაღაც სოციუმთან ურთიერთობის პრობლემები, პრობლემური გახდეს. ცხოვრობს დედასთან ერთად, აყავს ახლო მეგობრები, ოჯახის ექიმმა, რომელსაც მიმართეს დაზღვევით, თქვა რომ ამ ადამიანს უჩვეულო შფოთვა აქვს და ხომ არ მიხვიდოდით, ხო არ ეკითხავდით მაინც ფსიქიატრთან და გაიგო რომ თავს არიდებს ადამიანებთან ურთიერთობას. ინტერვიუში, კლინიკურ ინტერვიუში ამბობს, ხანდახან მართლა მინდა ხალხთან კონტაქტი, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობ. როცა ვლაპარაკობ, მგონია რომ სისულელეებს ვამბობ, ან უცნაურად ვჩანვარ, ნახეთ ისევ გარეგანი შეფასების მომენტი. ამიტომ უკეთესია საერთოდ არ გავიდეს სახლიდან. აქ საინტერესო იყო ის, რომ დისტანციურად კი მუშაობს და უარს ამბობს, ეხლა გრაფიკული დიზაინერის მომენტი არის, რომ რაღაც უნდა წაიღოს ეს გამოაქვეყნოს, აჩვენოს.
ვარს ამბობს ღია გუნდურ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დაიგეგმოს რაღაც ერთიანი კონცეფცია, თუნდაც გრაფიკული დიზაინის, კონფერენციებზე არ დადის. არასდროს ქონია მჭიდრო ურთიერთობა 29 წლის ასაკისთვის. უნივერსიტეტში თავიდანვე თავს არიდებდა ჯგუფურ დავალებებს, უარი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ კონტექსტში საინტერესო იქნებოდა, მან თქვა, რომ უცხო გარემოში ვერ გავძლებდი, ხომ გამაკრიტიკებდნენ და აქ პატარა ჩემს მიკროსოციუმში არავინ მაკრიტიკებს, დედა და ერთი დეიდაშვილი ან ბიძაშვილი, ხო, აი რაღაც მიკროსოციუმში. ერთხელ ქონდა რომანტიული ინტერესი, მაგრამ თავიდან აირიდა ეს კონტაქტი, რადგან ასეთი ადამიანები ჩემნაირებით არ ინტერესდებიან, ჩემნაირებთან ურთიერთობას არ იწყებენ. აი ნახეთ, აი აქ ვთქვათ, რომ ეს სოციალური დისტანცირება გვაქვს, კლასტერასთან შედარებით ვაკეთებ იგივე, ნახეთ, ეს ევოიდანტი ძალიან გავს მაინც კლასტერაში განხილულებს, ნახეთ, სოციალური დისტანცირება შიშის გამო უარყოფა სირცხვილი უარს ამბობს. ეს თავს არიდებენ, რადგან არ სჭირდებათ, შიზოიდე ამბობს, რაში მჭირდება. როგორ თქვა, საუბარი ხმაურია ჩემთვისო, ხო? აი ნახეთ როგორი. ან არ ენდობიან პარანოიდი, ხო? კავშირის სურვილი ამრიდებლურს უნდა ვიყო ახლოს, მაგრამ ვერ ვბედავ. მინდა ვიყო ახლოს თქვენთან, მაგრამ ვერ ვბედავ. დაბალია ან არ არსებულია სურვილი კავშირის, მათ არ აქვთ კავშირის, საერთოდ არ აქვთ სურვილი. შფოთვა და ემოციური რეაქტიულობა, აქ გვაქვს ძალიან მაღალი შფოთვა, ჩვით შეფასების პრობლემები, აქ დაბალია ემოციური რეაქტიულობა, პარანოიდული შიშია და არა ის, რომ აი თქვენ რაღაცა ჩემზე ცუდ სიტყვით და რაღაც თვითშეფასებაზე ნაკლებ. აი პარანოიდია სერიოზულად გამოხატული. სოციალური აღქმა პირველ შემთხვევაში ამრიდებელი ფიქრობს, რომ სხვები უარყოფენ ან გააკრიტიკებენ და აქ კიდევ სხვებისგან მოდის საფრთხე, რაღაც ცუდ ჩაიდენენ. ასევე საკუთარ თავზე წარმოდგენილი არ ვარ კარგი, არავინ შემიყვარეს, აქ მე ძლიერი ვარ, იმიტომ რომ არაცნობიერ დაცვას აკეთებს და მტრები არიან, ან საერთოდ ვინ არიან ის ადამიანი, არ მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ირგვლივ შეიძლება გაჩნდნენ. კავშირი ფსიქოზურ მახასიათებლებთან ნამდვილად არ აქვს ფსიქოზის მახასიათებელი, ამიტომ გითხარით, რომ გითხრა, რომ ინტერნალური დიალოგი აქვს, შინაგანი ხმა დააზუსტეთ, რა არის ელაპარაკება, თუ უბრალოდ საკუთარ თავთან აქვს დიალოგი, იმიტომ რომ პარტნიორი არ აყავს, ვისთანაც გააზიარებს თავის აზრებს, არც დედასთან არ უნდა გაზიარება, მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ცხოვრობს, ხო? აქ მაინც აი შიზო ტიპურში კავშირი შეიძლება იყოს ფსიქოზურ მახასიათებლებთან. პირველადი მოტივაცია თავიდან არიდება რაღაც ქმედებების, რაღაც სიტუაციების უარყოფის შიშით, იქ ემოციური მოწყვლადობა, ან მტრულად განწყობილი სოციალური აღქმა. ანუ ყველაფერი უკავშირდება მაინც იმას, რომ ბოროტები არიან სამყარო, აი რაღაცა ჩემს მიმართ შეთქმულების თეორიები და ასე შემდეგ და ესე. ნუ ახლა დიაგნოსტიკა არის სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუ, არსებობს ესე იგი სიმწვავის ინდექსის შემაჯამებელი ტესტები, სამწუხაროდ პრაქტიკულად არც ერთი არაა ქართულად ნათარგმნი და ძალიან უბრალოდ ესე იგი MMPI-ზე დაყრდნობით კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა გამოიკეთოს ეს ისა, მაგრამ რო გითხრათ, რომ ესეთი სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუ მათთვის რაღაცა არ არის ჯერჯერობით. არა, ჩვენს კითს არ ხმარობთ რა ერთი სიტყვით, მარტო კლინიკური ექსპერიმენტირების დროს ვაკეთებდი და მიკეთებია, მაგრამ რო გითხრათ, რომ ახლა ნებისმიერ პაციენტთან ყველა ექიმი ამას ატარებს, რაც სავალდებულოა ევროპაში და
ამერიკაში ეს არ კეთდება. თერაპია ძირითადად არის CBT, სქემათერაპია და რა თქმა უნდა მედიკამენტური თერაპია თუ ჩვენ აქ გვაქვს მაღალი შფოთვის რეგისტრი, შესაბამისად სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და შფოთვის მოდულაციაში გვეხმარება. დამოკიდებული პიროვნული ასლობა ესაა ძალიან საინტერესო შემთხვევა, მაგალითად ქალი, რომელიც ვერ წყვეტს რესტორანში შესული, რა შეუკვეთოს მეუღლის რჩევის გარეშე. თავს ვერ მოაბავს ესეთი ქალი ექიმთან ვიზიტზე წასვლასაც, თუ ვინმე მხელი არ მოკიდა და არ წაიყვანა. მე ძალიან საყვარელი ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, რომელსაც თავისი ვაჟი, არა, ქალიშვილი აი ესე ხელჩაკიდებული დაყავდა აქეთ-იქით, ყველგან აი ესე როგორ გითხრათ, აი გასათხოვრად, მაგალითად ვიღაცასთან გადასანახულებლად 21 საუკუნეში. მიყავდა აი ხელჩაკიდებული, რომ ეჩვენებინა იმ ოჯახის ვაჟი და მერე ეს ეუბნებოდა, რომ ესე იგი ვერ მიიღო გადაწყვეტილებაო და ეს გოგო ჩემთან კაბინეტში ეუბნება, რომ მითხარი და რასაც მეტყვი, იმას ვიზამ, რასაც მეტყვი, ანუ ყველაფერზე თანახმა, ოღონდ გადაწყვეტილება დედამ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვიღაცა მესამემ, ვისაც ენდობა, ვისაც დელეგირება გააკეთა ყველაფერს, აბსოლუტურად. კაბას არ იყიდის სხვისი შეფასების გარეშე და ასე შემდეგ. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სიძნელე, მიტოვების ინტენსიური შიში, ქცევითი პასიურობა და პასუხისმგებლობის გადაბარება სხვებზე. ძალიან საინტერესოა. არ იფიქროთ, რომ მაგალითად ამ ქალბატონს თუ სიტყვაზე ვამბობ, დედა გარდაეცვლება, უკაცრავად გამოვთო. ესა, დედა თუ გარდაეცვალა, არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანი თავს მოიკლავს, ძალიან განიცდის, მაგრამ ეგრევე იპოვის ახალ ჩასაბღაუჭებლად სხვა ადამიანს. მე მაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გამოცდილება ერთ-ერთ პაციენტთან, სხვაჯერს ამ შემთხვევაში დამოკიდებული პიროვნება პლუს ბოდვითი აშლობა. ორი სხვადასხვა კლასტერი, სხვადასხვა ჯგუფიდან ესა ხო ხასიათი პლუს მძიმე ფსიქიატრული პათოლოგია. ეს იყო ვაჟი, რომელსაც ჰქონდა ბოდვითი მონოთემატური ღალატის აზრი ცოლი არ იყო. დაზე მოსაზრება, რომ ის როგორ გითხრათ, არასწორი გზით ცხოვრობდა. ლაპარაკი იყო მე-9 კლასელ გოგონაზე, რომლის არასწორი ცხოვრების წესი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ მეგობრებთან ერთად სკოლიდან გამოსულს კაფეში შეელო და სიგარეტსაც არ ეწეოდა, როგორც მე აღმოვაჩინე. სიგარეტიც არ მოუწევია, ისეთ წესიერ ბავშვზე იყო ლაპარაკი და ამ ბიჭს ჰქონდა, რომ ეს არის უბნის ცუდი ყოფაქცევის, არა, მოცა კომერციული სექს მუშაკი და ესე ქვია, დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ადამიანი, როგორც რუსები უწოდებენ მათ. ყოველ შემთხვევაში მე-9 კლასელ ბავშვზეა საუბარი, გაითვალისწინეთ და ამ გოგონას და ვაჟს შორის იდგა დედა და მამა, ფარივით ეფარებოდნენ ამ გოგონას, თავიდან პირველი ამან რომ მოიტანა ამბავი, რომ პრობლემაა, ცოტა ეს. წავიდა ეს გოგო, გაუშვეს ევროპაში, უმაღლეს სასწავლებელში, ძალიან კარგი ბავშვია, დაბრუნდა ცოტა ხნით და მერე წავიდა, თქვა, რომ მე აქ ვეღარ ადაპტირებას ვერ გავაკეთებო. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი წავიდა, დედაზე ჩაანაცვლა ეს ყველაფერი. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ, ესაა ბოდვითი აზრი, ეს არის პიროვნება, მაგრამ ერთმანეთთანაც შეიძლება იყოს გადაჭაჭული. ასევე მაგალითად წინთხოლმე, როდესაც მაგალითად
გაათხოვებენ ქალიშვილს და უკან აღარ იხედება, მთლიანად გადართულია და მე მყოლია შემთხვევა არაერთი, როცა დედას უთქვავს, რომ დედამთილი მანაცვალა და მე ვთხარი, რომ ძალიან კარგი გაზრდილი შვილი ყავთ. მან თავისი ოჯახი, ასე შეინარჩუნებს და რაღაცა. პრინციპში ესა აღზრდის ბრალი გარკვეულწილად და შესაბამისად, თანაბრად პასუხისმგებლობა. ხო, და კიდევ გადაწყვეტილება, მაგალითად, სად წავიდეს, როგორ ჩაიცვას, ეკითხება ყველას და მაგალითად დედა თუ აძლევდა თავისუფლებას, მაგალითად მოკლეკაბის ჩაცმის, თვალის შეღებვის და რაღაცას, იმ ოჯახმა რაღაცები რო შეუზღუდა, მისთვის ეშფოთვის საფუძველი არა. ამან მიიღო გადაწყვეტილება და თუ ლიკა მიიღო გადაწყვეტილება, თამარას აზრით ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი არაა, გამიგეთ. არის კიდევ, მაგალითად, აქაც არის MMPI-ით სტრუქტურული ინტერვიუებით, აქაც არ ვიცი, თვითეფექტიანობის განვითარებაზე როგორ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თვითშეფასებაზეა უფრო მეტად, უფრო აწევაზე და ასერტიული ტრენინგია ასევე. დედა ბოლო ლექციაზე რას მეკითხები? ბევრი წინასწარ განპირობებულება აქვს, როგორც წესი, ეს ნიშნები ვლინდება უფრო მოზარდობის ასაკიდან, თუმცა მისი ჩამოყალიბება, მაგალითად, დამოკიდებული პიროვნული აშლობის პირველი ნიშნები ჩვენ შეიძლება ვნახოთ 6-7 წლის ასაკშიც კი. მაგალითად, რაშიც ცდებიან ხოლმე ოჯახის წევრები. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, ეხლა მაშინ რომ წავიდა ფსიქოსექსუალური განვითარების მთელი თეორიები და ერიქსენზეც უნდა ვისაუბროთ და რაღაც, ეხლა ამის დრო დღეს არა გვაქვს, მაგრამ მათ არის ერთი საინტერესო მომენტი, ნახეთ, მაგალითად, კიბეზე დაინახე ბავშვი რო ადის. დგას კიბე და ბავშვი ადის. ხელისტაცება, კივილი, არ შეიძლება, კი, რაღაცა, მე მოკიდებ ხელს, ისე. გაუკეთეთ უბრალოდ რაღაცნაირად დაზღვევა, უსაფრთხოების გარანტირები და მიეცით საშუალება თვითონ გადადგას ნაბიჯი. უთო თუ არასოდეს უთოზე ხელი არ დაუწევს და ეძახი რომ დაიწევ, დაწვაც არ იცის რა არის, გამიგეთ? და ხდება დამოკიდებული. დედა ეუბნება, იქ არ უნდა წახვიდე, არ წავა, აქ არ უნდა, კი, რა თქმა უნდა, საშინელებაა კედელს რო დაგიჭყავნის. საშინელებაა, კი, თუ ახალი გაკეთებული გაქვს რემონტი და ისა, მაგრამ უნდა აუხსნა, დაუყოვო და უნდა უთხრა, კაცო, ამაზე კი არა, ფურცელი რამდენიც გინდა, ან ცარცი მიეცით, რომ იატაკზე დახაზოს და მერე ის, ანუ რაღაცეებში ხელშეწყობაა საჭირო, რომ ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ უნდა ჩავუკლათ. არ უნდა ვაჩვენოთ, რომ სამყარო მას ზემოდან დახურებს და თვითსუქნებს, აკონტროლებს და რაც მთავარია, ეუბნება, რომ შენ თუ ასე გააკეთებ, პირობითი და უპირობო სიყვარული, შენ თუ ასე გააკეთებ, მეყვარები და თუ არ გააკეთებ, არ მეყვარები. ესეთი რამ ნამდვილად ძალიან შემაჯანჯღარებელია ამ პატარა ფსიქიკისთვის, რომელიც ერთ ჩამოუყალიბებელია და მას ჭირდება ფორმირება. მაგალითი ეხა ნახეთ ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლობა. ეს ძალიან საინტერესოა. მე ბედნიერი ვარ ხოლმე, როდესაც ასეთი პარამეტრების მქონე, ხასიათის პარამეტრების მქონე ადამიანი მყავს გუნდში. იმიტომ რომ ეს ადამიანები ბევრჯერ გადაამოწმებენ რა წერილი დაიწერა, როგორ ესა, მაგრამ ლიდერად ცოტა რთულია ასეთი ადამიანის ყოლა, იმიტომ რომ ალბათ ჯობია რომ პროექტის მართვაში კი არ იყოს, სუპერვიზიაში იყოს. გამიგეთ? იმიტომ რომ პროექტი მართოს სხვა, მაგრამ ამან სუპერვიზია გააკეთოს. რატო? იმიტომ რომ ზედმეტი ფოკუსია წესრიგსა და სრულყოფილებაზე, აქაა პრობლემა, რომ თვითონ დელეგირება გაუკეთოს. ყველაფერი წერტილმძიმის ჩათვლით, ჩემს თავს ვიჭერ ხოლმე ბევრ შემთხვევაში, ჰიპერ დაუშვათ ეს მზრუნვა
არა პერფექციონიზმისაკენ, ну ალბათ პერფექციონიზმისაკენაც კი ასწრაფვა, მაგრამ უფრო მეტად მე არ მცხვენია, მე უბრალოდ მერიდება თუ ჩემი ხელიდან გასულ დოკუმენტს ასოები დააკრდება შიგ პასუხისმგებლობა საკმაოდ კი ბატონო მაგრამ ნახეთ თუ ეს ადამიანი არის დირექტორი ის კონტროლისადმი იმგვარი მიდრეკილება აქვს მე მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა რომ ის მყავდა ერთი ასეთი ერთ-ერთ სისტემაში რომ მოითხოვა დაცვისაგან რომ დაცვამ რასაც უნდა უყუროს. აი კლინიკიდან ვიღაც გავიდა, შემოვიდა. რა არის ამაში? არც ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირში, არც არაფერთან აბსოლუტურად. თვითონ უნდა უყურებდეს იმ 8 საათის განმავლობაში, როცა კაბინეტშია. აბსოლუტურად არაეფექტურია, ხო მეთანხმებით, არა? იმის მაგივრად რომ მიმართულება მართოს და რაღაცა არის უბრალოდ დაცვის თანამშრომლის ვაკანსიის შემთავსებელი, ხო? ვაკანტურ ადგილიც არ გქონდა და შემთავსებელი. ემოციური შეზღუდულობა აქვს, ინჰიბიცია აქვს და აი ნახეთ სამსახურებრივი кейსის რაღაც წარდგენა მუდმივად გადავადება ხდება ამისი კვირების განმავლობაში, რადგან აი ეს ჩვენი პაციენტი სულ ასწორებს ფაილებს და ფიქრობს, რომ არასდროსაა საუკეთესო. შვებულებაშიც არ მიდის, ვინაიდან ვერანდობს სხვას ამ საქმის დასრულებას. მე ვახსენე, რომ ერთი ძალიან კარგი ჩინელი ბიჭი იყო მეთქი. რაღაც პერიოდი ძალიან დაინტერესებული ვიყავი სტუდენტების მენტალური ჯანმრთელობის кейსებით და ეს იმას კი არ გულისხმობს რომ მე ამ სტუდენტების кейსებს ახლა ვაგროვებდი სასწავლებელ უბრალოდ თუ ვინმე შემხვდებოდა ნუ რაღაცა ინფორმაციას ვაგროვებდი მე მინდა გითხრათ რომ მე მყავდა ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა რომელთანაც მუშაობა ფსიქოთერაპიაზე ვერ მივიდა იმიტომ რომ ეს ფინანსებთან იყო დამოკიდებული და ჩვენ დავიწყეთ აქ პომოდოროს ეფექტით მუშაობა მაგალითად როცა პედაგოგი მისცემდა მას რაღაც პატარა სამუშაოს ჩვენ მე ვეუბნებოდი რომ მოდიცი რა 3 ნაწილად გაყავი ეს სამუშაო პირველს დაასრულებ გაგზავნე მეორეს დაასრულებ გაგზავნე მესამეს დაასრულებ გაგზავნე და დაუწესე time limit-ი ამას ქვია პომოდორო ანუ ცალ-ცალკე პომიდორებივით დავყო თუნდა ეს ისა და რო დასრულდება როგორც გარში შეკრული დატოვე მე და უკან აღარ დაუბრუნდე მაგალითად ხო ნუ რაღაც დაყავი და გარკვეულწილად დროის მენეჯმენტიც უკეთესი გამოდის ამ ადამიანებში ყველაზე დიდი პრობლემა, როცა ობსესიურ კომპულსიურ აშლობაზეა, დიდი სურათის ფრაგმენტებს ხედავს, მთლიანობაში აღქმა უჭირს. ამიტომ ჯობია ეს იყოს მაკონტროლებელი და ბედნიერი იქნებით ასეთი ადამიანი, თქვენი მაკონტროლებელი, თქვენი არა უშუალოდ, აი თქვენი პროექტის საქმე უკეთესად წავა წინ. იმიტომ რომ თქვენ იქნებით გადაწყვეტილების მიმღები სიტყვაზე და იტყვით რომ მე გავითვალისწინე რაღაც შევცვალე მაგრამ სტოპ მორჩა დასრულდა დავასრულეთ გაუშვით აი არის კიდევ დიაგნოსტიკაში აქ იელ ბრაუნის ეს ნათარგმნია ობსესიურ კომპულსიული სკალა და დიფერენცირება მინდოდა მომეცა მაგრამ ეხა გეტყვით აი მაგალითისთვის არის ახალგაზრდა, რომელიც ყოველდღიურად უკრავს გამებს, იმიტომ რომ ის არის პიანისტი. არის ეს ობსესიურ კომპულსიური აშლობა? არ არის. არის ქალი, რომელიც ღამე ადგება, შეამოწმებს კარს, წამოვა, დაწვება და გააგრძელებს ძილს. არის ეს ობსესიურ კომპულსიური? არ არის. თუნდაც ორჯერ ადგეს, ყოველ საღამოს გადაამოწმოს კარი, ფანჯარა და დაწვა, ეს არ არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა. მაგალითად, კაცი აგროვებს, აი კომპულსიურად აგროვებს ნივთებს და ინახავს ერთ, ну, აი რაღაც საცავში და ასე შემდეგ და რაღაც.
არანაირი სისტემატიზაცია არაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის კლასიკური ობსესიურ კომპულსიური პიროვნული აშლობა შეიძლება იყოს და აშლობა შეიძლება იყოს, ახლა სიღრმეს გააჩნია. მაგრამ თუ მე ვარ ნუმიზმატი და მაქვს რაღაც რაოდენობა, კოლექცია, რომელსაც მე ზოგს ვყიდი, ზოგს ვყიდულობ, ეს არაა, რა თქმა უნდა, ობსესია და არაა კომპულსია. ამიტომ ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ რა ობსესიურ-კომპულსიური აშლობა, აი კიდევ ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლობა ცხოვრების სტილს არ მიცვლის. მაგალითად, ობსესიური აშლობის მქონე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ყოველი მეხუთე ციფრის მერე მე თუ კედელს არ მივარტყე 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 ასე ესა ობსესია, კომპულსია და ის აბსოლუტურად ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც მასზეა დაკისრებული. ეგეთ პაციენტიც მოუყვანიათ, მთხოვდნენ სახლში მენახა და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, როცა ეს ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა პერიოდი იყო, შემეძლო მივსულიყავი და დაუშვათ მეტი ანაზღაურება მიმეღო ამის გამო. არ წავედი, იმიტომ კი არა, იმიტომ რომ მომიყვნენ რას აკეთებდა და პრობლემა შეუქმენი, მაინტერესებდა რა იქნებოდა და მომიყვნენ როგორ მოვიდა კლინიკაში. 1 2 3 4 5 კედელზე მიარტყა. 1 2 ჩაჯდა მანქანაში, მერე მოიყვანეს იქაც 1 2 3 4 5-ზე კედელს მიარტყა, კედელს არა, მანქანის იმას მიარტყა ხელი და მერე იქიდან 1 2 3 და ისე შემოვიდა შენობაში. ეს არა, ეგ ფილმია, კი, არაჩვეულებრივი ფილმია. გარდა კი, მაგრამ ნახეთ, ემოციურად შეფერადებული თუ არ არის, ზოგადად ბიჭებში უფრო ადრე იწყება, ეგ საერთოდ ცალკე თემაა, 14 წლის ასაკამდე იწყება ბიჭებში და ემოციურად შეფერადებული თუ არ არის, არსებითი მნიშვნელობა არაა. შეიძლება რაღაცა საგნები დაითვალონ, ნეიტრალური შინაარსი უნდა იყოს. თორემ ესა 90-იანი წლების გამახსენდა ძალიან ცუდად, იმიტომ რომ შუქი რო არ იყო, ყველა ჩემი მეგობრის, ყველა ჩემი ესე იგი ნათესავის, კიბეების რაოდენობა ვიცოდი ყველა სართულზე, იმიტომ რომ ლიფტი რო არ მუშაობდა, სიბნელეში რო ავდიოდით, ვიცოდი რომ იყო 9, 11, 11 იყო, ნუ აი ესე ვიცოდი რა. იმ ადგილებში ამას გეუბნებით, ეხა არის ხოლმე ეხა ეს როგორც თავდაცვითი მომენტი, შეიძლება ყურადღების გადატანის ცდილობა, მაგრამ ამის წახალისება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ამოიწურება ან არ ამოიწურება და თუ არ ამოიწურა, ძალიან მძიმეა ობსესიურ-კომპულსიური აშლობა, თავისთავად სამკურნალოდაც, უბრალოდ არსებობს სტრატეგიები, მაგრამ თან მიმდევრული მიყოლა არ ხდება ხოლმე, რაც დიდ პრობლემებს გვიქმნის. კურნალობის ზოგადი ტაქტიკა ყველა ფორმისთვის არის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. ხახო, არის უამრავი თერაპიები. მე ვიცი ყველა თერაპია, მაგრამ რო ვამბობ, რომ CBT-ია, მე ვეყრდნობი მტკიცებულებებს. შეიძლება გავიდე 7-8 წელი და რომელიმე ახალი მეთოდოლოგიაზე გამოჩნდეს მტკიცებულება. ამიტომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება არის დღეს არსებული კვლევებით დადასტურებული. ხვალ რა დადასტურდება? არ ვიცი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, კვლევები მიმდინარეობს და ესაა რეალური. სქემათერაპია ძალიან შედარებით უფრო ახალია აი CBT-სთან შედარებით და ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია უფრო დამოკიდებულ პერსონოლოგიაზე კარგად მუშაობს და აი ამიტომ არ შეიძლება ფსიქოდინამიური თერაპიით მიუდგე ყველაფერს. ამისთვის აი პირდაპირ უმნიშვნელოვანესი გზავნილია, მე მგონი მეცნიერებიდან, რომ ამ შემთხვევაში ეს გამოვიყენოთ. ფარმაკოთერაპია, რა თქმა უნდა, კომპულსიების შესაძლოა SSRI, SNRI, ანუ ანტიდეპრესანტები ამ შემთხვევაში ფართედ გამოიყენება
ბენზოდიაზეპინები აუცილებლად თავიდან უნდა ავირიდოთ მაქსიმალურად განსაკუთრებით დამოკიდებულ პიროვნებაში, რომელიც კიდევ ქიმიაზე დამოკიდებული ხდება, ხო, ქიმიურ ნივთიერებაზე, გაცილებით უფრო რთულია. ჯგუფური თერაპია უკეთესია ამრიდებლურ პიროვნულ აშლობაში და პროგნოზი უკეთესი აქვს ზოგადად თვალსაზრისით ვიდრე ADA-B კლასტერს ზოგადად აქ თერაპიასაც წამალსაც ყველაფერს უფრო მეტი დადებითი აქვს შედეგი და უფრო მაღალია თერაპიისადმი პასუხი მაგრამ უნდა მიმღებლობა ქონდეს დიაგნოზის მიმართ და თვითრეფლექსია ხდებოდნენ. ამდენად ეს კლასტერი არის ერთგვარად დამალული, მაგრამ არაში პირველი კლასტერის მსგავსად. პაციენტები არ აღიქვავენ იმას პრობლემად, რასაც ისინი აწყდებიან და ისინი ამბობენ, რომ ესაა მათი ხასიათის პარამეტრი, მაღალი კავშირია ფოთვასთან და ეფექტური ინტერვენცია მოითხოვს მრავალწახნაგოვან მიდგომას, CBT, ფარმაკოთერაპია და ინტერპერსონალური უნარები. აქ შეგვეძლო დაგვემთავრებინა, მაგრამ როგორც უკვე დაგპირდით, მე მინდა რომ ეხა ესენი ვნახო ტოქსიკურ ურთიერთობის პრიზმაში, როგორი არიან და მე თქვენი თხოვნის შესაბამისად გავცე პასუხი, რომელი მიდგომებია, ისალომე მკითხა, რომ აი რომელი მიდგომებია როდის უფრო შესაძლებელი და მაშინ მე ერთ-ერთზე გითხარით, ხო? ეხა კიდევ სხვა მიდგომებიც გავწერე და ასე ვთქვათ მოგაწვდით. ამრიდებლურ პიროვნებას, როგორც ეკრანზე ხედავთ, აქვს შეიძლება ეს მისი მუდმივ თვითდაცვითი ქცევა გახდეს ტოქსიური, რა თქმა უნდა, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ეხლა რატომ? იმიტომ რომ პარტნიორი გრძნობს თავს უარყოფილად, ემოციურად მიტოვებულად, იმიტომ რომ ეს იმის შიშით რომ არ მიიღოს ფრუსტრაცია, არ გაწბილდეს, თავს არიდებს და კონფლიქტის არიდება უკვე ქმნის დაფარულ სირცხვილზე დაფუძნებულ სისტემას და კონფლიქტი რა შუაში ეს ზოგადად ურთიერთობისადმი ამრიდებლობა უკვე გულისხმობს იმას, რომ მას რაღაცის ცხენია და ამიტომ არ აგრძელებს ურთიერთობებს. მათ შეუძლიათ გადაიტანონ შიდა აგრესია, გამოიტანონ გარეთ, პასიურ აგრესიული ქცევით, მაგალითად იგნორირება, გაუცნობიერებელი სასჯელი დისტანცირებით, ხელმისაწვდომობის შეწყვეტა და თუ ის არის მსხვერპლის როლში, ანუ თუ თავის თავზე მოირგო ეს რგოლი, მაშინ საკუთარ ღირებულებებზე, საკუთარი თვითშეფასება აქვს ძალიან დაბალი და ძლიერ პარტნიორთან ყოველთვის გადადის დათრგუნულ მდგომარეობაში. ესაა ძალიან და ემოციური ძალადობის მსხვერპლიც ხდება ამიტომ. ამავე დროს ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობა სხვათა შორის ძალიან ტოქსიურ გავლენას ახდენს ყველაზე, იმიტომ რომ ითხოვს ოჯახის წევრებიდან რაღაც. აი ჩემთან იყო მოსული ქალი, აი აქ შემიძლია. გითხრათ, იმიტომ რომ აი ეს ემოციური კონტროლი, მორალური ზეწოლა და აგრესიულად გადაცემული წესებია. ეს ასე არ უნდა გაკეთდეს, ეს ისე უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ. ნახეთ, ჩემთან იყო მოსული ქალი, რომელიც 13 წელი იყო გათხოვილი. და იმ პერიოდში როცა მოვიდა მეუღლე ყავდა და დღესაც ყავს მეუღლე, მაგრამ ძალიან დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა მათი ოჯახური თანაცხოვრება. ყავდათ 11 და 9 წლის შვილები. 13 წლის განმავლობაში ამ ქალს ჰქონდა დიასახლისი იყო, ჰქონდა მუდმივად ერთი და იგივე რაციონი. აი საბჭოთა კავშირის დროს რესტორნებში რო იყო 4 შაბათს აუცილებლად უნდა იყოს ეს და იცვლებოდა ზამთრის მენიუ, ზაფხულის მენიუთი და ქმარმა ყოველთვის იცოდა რომ სამშაბათს 5 საათზე ქონდა ბორშჩი მაგალითად და
და ასე შემდეგ. ესეთი სტერეოტიპული ერთი და იგივე მენიუ. ნამცხვარი გამონაკლისი შაბათ დღეს. ანუ ყველაფერი. უფრო მეც გეტყვით. კონფლიქტის მიზეზს მე მოგიყვებით. რის გამოც მოხდა ფსიქიატრთან. ყოველი 11 წლის ყავდათ უფროსი შვილი, ხო? 11 წლის განმავლობაში ზამთარს ატარებდნენ აუცილებლად ბაკურიანში ერთსა და იმავე დიასახლისთან, ერთსა და იმავე პერიოდში, მაგალითად, ორშაბათიდან პარასკევამდე კი არა სიტყვაზე მოვათ, არამედ 10 რიცხვიდან 20 რიცხვამდე. გამიგეთ, აი ესე ქონდათ ყველაფერი გათვლილი. ხოლო ზაფხულს აუცილებლად ურეკში ისევ და ისევ ერთ ოჯახში. ნუ რაღაც 2 კვირა იქა, 2 კვირა აქა ჩამოდიოდნენ, გრძელდებოდა საკვები რაღაც. ანუ სახლში შემოსული ბავშვებს უნდა კი არ გაეხადათ მთლიანად, რიტუალურად ხელები უნდა დაებანათ, არა ზეწოლა შვილებზე რომ ანდამაც, მაგრამ რა, რომ სახლის ტანსაცმელი და გარე ტანსაცმელი, ჩუსტი და ამაზე იყო ძალიან სერიოზული ყურადღება. 13 წლის თავზე ქმარს როგორც იქნა ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწია და ცოლს შესთავაზა რომ ერთი კვირით წასულიყვნენ თურქეთში რომელიმე კარგ 7 ვარსკვლავიან თუ რაღაცა სასტუმრო და ამ ქალმა ბოდიში ვიტყვენ სიტყვას გავჭედეო და ქმარმა უთხრა რომ მომბეზრდაო ორშაბათობით ბორშიო მართლა ეს ტერმინოლოგია დამიდასტურეს მერე და თუ შენ ვერ ცვლი ვერაფერსო მე არ მოვაკლებ ბავშვებს ცივს ესე იგი არ მივაკარებ არაფერსო ჩიტის რძეს არ მივაკლებო ოღონდ წადი ბატონო ჩემი ცხოვრებიდან ან მეწავალ შენი ცხოვრებიდანო ამ კაც არანაირი გვერდითი კოლატერალური ურთიერთობები არ ქონდა ნუ ნამდვილად იმიტომ რომ იმის მერე რაღაც წლები გავიდა და ერთად არიან და ბავშვებს ზიან რა თქმა უნდა გადავამისამართე ფსიქოლოგთან და სერიოზულად მუშაობდნენ მეუღლესაც აუხსნეს რაღაცები შეიცვალა ну ყოველ შემთხვევაში თანაცხოვრება გაგრძელდა და მე როგორც ვიცი თურქეთშიც წავიდნენ ხო მადაჭამაში მოდის მე მგონი ცოტა მეტი რაღაც მოითხოვა მაგრამ აგი ნახა ხუმრობა იქით იყოთ მაგრამ იმ მომენტში როდესაც მე მომიყვანეს ეს ქალი იყო უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სანამ აუხსნა მერე ფსიქოლოგმა რა პრობლემაა, როგორ არ შეიძლება, ну ფაქტიურად ძალადობდა მისი ოჯახის წევრებზე, რაღაც რუტინულად შექმნა სამყარო. თუმცა რო გითხრათ რომ ამ ადამიანს ჰქონდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, არა, ესა ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობა. ძალადობით არ ძალადობდა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად აქცევდა რაღაც სტანდარტებში და ჩარჩოებში, რაც სპონტანურობა არ იყო. აი ამ ქმარმა ეს თქვა ზუსტად, რომ აღარაო, აი ეს მუხტიო, იმიტომ კი არა რომ აღარ მიყვარსო. აი უბრალოდ აი ვიციო რომ მოვალ დამხდება ბორშში ორშაბათსო. აი ესე კარგად მახსოვს, ორშაბათს იყო ბორშის დღე. ხო. ხო, ну ახლა და თან რა კიდევ ყოველთვის ჰქონდათ აი ასე რომ სამსახურიდან მოსვლის მომენტში ერთად დასხდებოდნენ და ეს ელოდებოდა და ისიც პატივს სცემდა თავის მეუღლის ძალიან ნორმალური და კარგი ოჯახი ერთი სიტყვით, მაგრამ აი ეს სტერეოტიპები ძალიან მძიმე იყო. ხშირად აქვთ ესე იგი ცივი ურთიერთობები, პარტნიორი აქაც თავს დაუფასებლად და არასრულყოფილად გრძნობს. შვილებს აქვს სხვათა შორის ეს ინტერნალური დიალოგი, შინაგანი ხმა, რომელიც ეუბნება დუდუდუ, ნო, არ ვარ კარგია და ასე შემდეგ. კრიტიკის ელფერით, ამიტომ ეს მაკრიტიკებელი კულტურა სულაც არაა საჭირო, რომ გარეთ იყოს, თუ შენ ოჯახში გაქვს ასეთი
ანალიტიკული შეფასება ყველაფერზე. სხვათა შორის ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი სწორ გზაზე სიარული მოთხოვნა, რომ აი ამ გზაზე იარეთ, არის სწორედაც რომ ემოციური ძალადობა, ტოქსიურობა, რასაც ჩვენ უწოდებთ და ისინი არ არიან ბოროტები, უბრალოდ თვლიან, რომ წესრიგი განაპირობებს სიყვარულსა და უსაფრთხოებას. დამოკიდებული პიროვნება, მოწესად რატო გამექცა, ხო, აი ეგერა. დამოკიდებული მესამე უნდა იყოს და უბრალოდ შემეშალა. აქ არის ტოქსიკური გავლენა, როგორაა, რომ ზედმეტი მორჩილება და მუდმივი მოთხოვნა დამოწმებაზე, ხო, აი ნახე. პატარა შვილი მოიყვანა, თან ახლდა დედას, რომელსაც თავისი პრობლემა ჰქონდა რაღაცასთან დაკავშირებით და ეს ბავშვი ყველაფერზე ეუბნება ესე გავკეთე, ხო სწორია და აი ეს დამოწმება ხანდახან არის ძალიან რთული და ძალიან ყველა სიტყვას უნდა ხო სწორად თქვი, ხო სწორად გავაკეთე და ასე ემოციურად ძალიან დამღლელია და განსაკუთრებით თუ ეს ზრდასრული ურთიერთობაა და არ არის დედა-შვილის ურთიერთობა, პარტნიორისთვის არის ძალიან დამთრგუნველი. იწვევს ისეთ манипуляციებს, როგორიცაა, თუ დამტოვებ, არაფერი შემრჩება, არაფერი თუ დამტოვებ, მე აღარაფერი აღარ მრჩება. ფაქტიურად მწირავ, ხო, აი მწირავ. შენს გარეშე usargeblo var, აი მე ვის რაში ვჭირდები შენს გარეშე და ასე შემდეგ. კონტროლის ფორმა მაინც ეს არის ემოციური კონტროლი, ეს ქცევები ზოგჯერ არის გულწრფელი, მაგრამ რაღაც ემოციური კონტროლის ფორმა. აი აქა ძალიან კარგად ეს გამოვიტანე სპეციალურად ემოციური დისტანცია და პასიური აგრესია ურთიერთობის პოზიციაში შეიძლება იყოს ან მსხვერპლი, ან დისტანცირება გააკეთოთ და ამითი აგრძნობინოს პარტნიორს, რომ პრობლემები აქვს, მე არ ვარ საკმარისად კარგი და ვითომ გაქრება ამ სიტუაციიდან, განერიდება. ესე იგი, დეპენდენტთან და ესე არის მიტოვების შიშით манипуляция, ის შეიძლება იყოს როგორც მსხვერპლი, ასევე იმიტომ ხო აგრესორი იმ გაგებით, რომ აი ემოციურად манипуლირებს რა. შენს გარეშე არ ვარსებობ, ვტები, გავდივარ აქედან. მორალური ზეწოლა და კონტროლი არის ობსესიურ-კომპულსიურისთვის, აქტიურია, მომთხოვნია, 100-ია სწორი, თორემ დანარჩენი ყველაფერი არის კატასტროფა. ხო, და აი ბოლო რამდენიმე სლაიდი, როგორ დავიცვათ თავი. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ბევრი მათგანი, ვინც თქვენს გვერდითაა, ისინი ავად არ არიან. მათ პიროვნული აშლობა დიაგნოზი არ აქვთ, მაგრამ ამ პიროვნული აშლობის ელემენტებზე შეიძლება ააგონ თავიანთი ტოქსიური ურთიერთობები, ანუ არასწორი ურთიერთობები. ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ ტოქსიური ურთიერთობა ეს უბრალოდ საზოგადოების პროდუქტია და ეს არ არსებობს ასეთი ცნება და ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ მე ვეცადე მომეძებნა სხვადასხვა მეცნიერული თეორიები, რომელიც გამყარებს იმ რჩევებს, რომელსაც მე თქვენ ახლა მოგცეთ. მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც არონ ბეკის ნაშრომებს ესე იგი ეყრდნობა, ამტკიცებს რას, რომ ჩვენი ფიქრები არის საფუძველი ჩვენი ქცევის და რომ ჩვენს ემოციებზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სწორედ როდესაც ჩვენ ტოქსიურ ადამიანებს ვიყენებთ ტერმინს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი როგორ გითხრათ, დამაბნეველი ფიქრებია, იმიტომ რომ სხვადასხვა მინიშნებებს მაძლევენ. ერთს მეუბნებიან და მეორეს აკეთებენ. აი, სხვადასხვაგვარ დამაბნევებელია, მე არ ვიცი როგორ ვიმოქმედო მათთან და ხშირად თავს მაგრძნობინებს დამნაშავედ. იმის გამო, რომ აი რაღაცა ეს ურთიერთობა არაჯანსაღია, ხო? სტრატეგია რა არის? ყველასთვის აბსოლუტურად. ეს არის
ამოიცნოთ უნდა ეს დამახინჯებული ფიქრები. მაგალითად ადამიანს უყვარს მსხვერპლის როლში გადასვლა. ნახეთ, მე ყველას მოსაწონად უნდა ვიტანჯო. მე მიმატოვეს. მე მიმაგდეს. აღარაფერი აღარ მეშველება. მე ხომ განწირული ვარ. ამ დროს ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, ჯანმრთელი ხარ, გაქვს შესაძლებლობა რომ გაინძრე, საქმე გააკეთო და თუნდაც საქმეში გადაიტანო ეს შენი ვარამი და კი, სხვა შორის მე არ უარყოფ იმას, რომ კარგია რომ თქვა შენი განცდების შესახებ, მაგრამ საზოგადოებაზე ძალადობს ეს ადამიანი, ბევრზე ძალადობს, თორე თერაპევტთან თუ ამაზე საუბრობს ბოდიში, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენი სპეციალობაა, ხო? შევცვალოთ უნდა, აი მაგალითად თუ თქვენ არა ხართ თერაპევტი და მაქსიმალურად გვინდა რეალისტური და ესეთი ფიქრებით უნდა შევცვალოთ. პირველი და უმთავრესი საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაიცვათ თავი ასეთი ადამიანისგან და თუ მასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში არ შეხვალთ და ბოლომდე არ მოისმენთ ამას, ამაში ცუდი არაფერი არ არის და თქვენ უნდა დაიწყებთ ამის გამო თვითბრალდებას. გამოიყენეთ აი ამ კონფლიქტური ურთიერთობების გასაანალიზებლად ერთ-ერთი კარგი მომენტია, რომ თქვენთვის აღნიშვნები გაიკეთეთ. ჩაიწერეთ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე ეს სასამართლოზე წაიღო. უბრალოდ ვიზუალიზაციის დროს ამას აცნობიერებ, თუ როგორ შეგიძლიათ მე ამას უფრო აშკარად დაუპირისპირდეთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი ესა მეორე საზღვრების თეორია, რაზეც მე გითხარით boundary theory, ეს ეხება ფაქტიურად ეს არის განსაკუთრებით დამოკიდებული ისეთი მდგომარეობები, რომლის საფუძველი უკაცრავად ეს ყრდნობა თეორიას, რომელმაც შეუქმნა საფუძველი დიალექტიკურ ქცევით თერაპიას და საზღვრები ნიშნავს იმას, რომ მე ვიცავ თავს თქვენგან. და ეს არაფერი ცუდი ამაში არ არის, იმიტომ რომ იცით იმის ნარკოთრობის მდგომარეობაში ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა აღმიწერა ძალიან ხატოვნად რა იყო მისთვის საზღვრის დაკარგვა. როდესაც ის შევიდა ბარში, სადაც მიიღო რაღაც ნივთიერება, სასმელი არ იყო, ნივთიერება და იგრძნო, რომ აი ეს კანი, ზუსტად ასე მეუბნება, აღარ მქონდა და აი ჩემი მოლეკულები გავიდა გარეთ და სხვების მოლეკულები შემოვიდა. აი დაახლოებით ესაა, როცა ჩვენ კარგავთ საზღვრებს და ჩვენ საზღვარი აქ არ გაგვდის, ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული საზღვარი, რომლის იქითაც არც ჩვენ უნდა გავიდეთ და არც სხვები არ უნდა შემოუშვათ, ხო, გარკვეულწილად. საზღვრების ტიპი არის სხვადასხვაგვარი. ვეცადე გამომეტანა ერთია ფიზიკური საზღვარი, რომლის დარღვევაზედაც ამ ყმაწვილმა მესაუბრა და სწორედ აი თქვენ პირად სივრცეს, ისევე როგორც სხვის პირად სივრცეს, აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი. მაგალითად, კარზე დაკაკუნება, თუ დაინახეთ, რომ ოჯახის წევრს არა აქვს ეს ჩვევა, კარი გადაკეტეთ. თუ არ იკეტება, კარადა მიადგით. ხო, ემოციური ეს არის ცდელობა, რომ თავისი ემოციები იმგვარად მოგახვიოთ თავზე, რომ საბოლოო ჯამში თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა შემდეგ ამაზე და მესამე ეს არის კოგნიტური, თქვენი ღირებულებების, თქვენი შეხედულებების, თქვენი ფასეულობების დაცვა. ძალიან ბევრი ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ აგრესიულ პასიურ ეს მოლოდინის რეჟიმში გადავედით სამწუხაროდ, მაგალითად, ჩემი ღირებულება რომ რაღაცა, მე ამას უკვე ხმამაღლა აღარ ვამბობ, იმიტომ რომ გარკვეულწილად გარედან ზემოქმედების ქვეშ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი საზღვრის ტიპები არის აი ეს ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური. სტრატეგია, ასერტული კომუნიკაცია ეს არის ცალკე მეთოდი და მაგალითად როგორია, ვგრძნობ, რომ არასწორად მეკცევიან
და ამას არ მივიღებ. პირდაპირ უნდა უთხრათ. მე არ ვიღებ იმას, რასაც მე მთხოვ. მაგალითად, მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ხარი დაგიჭიროთ მაგალითად აბორტის თემაში. გამიგეთ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ უკვე თქვენი კოგნიტური საზღვრები, თქვენი ემოციური საზღვრები უნდა რაღაცნაირად ის მოდის და გეუბნება, ეს იყო შემთხვევითი კავშირი და აბა წამომყევი და ეხლა უნდა დამეხმარო და ხომ სწორად ვიღებ გადაწყვეტილებას. არაა სწორი. მე არ ვიღებ. შენი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ყველაფერი არის არასწორად მეკცევი. მე რატო უნდა მივიღო შენს მაგივრად გადაწყვეტილება? დიდი გოგო ხარ, მიიღე გადაწყვეტილება. ტრანზაქციური ანალიზი, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის ერიკ ბერნეს მიერ ადამიანების თამაშების თეორია, რომელიც 1964 წელს გამოვიდა და საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ფაქტიურად რა სტატუსი მაქვს, ვარ ეგოს რომელი სტატუსს ვიყენებ, რომელიმე თამაში, ესაა მშობელი ვარ, დასრული ვარ თუ ბავშვი. ტოქსიური ქცევის მაგალითები კლასიკურად ამას ემყარება. კერძოდ, სხვერპლის როლის თამაში, აგრესიული ან პასიური манипуляция. აქ ბევრი არის ეხლა და უბრალოდ ძალიან შორს წავთ, მაგრამ დრამის სამკუთხედი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტოქსიური ურთიერთობის ვარიანტი, ანუ არასწორი ინტერპერსონალური ურთიერთობის მაგალითი, როდესაც ჩვენ განსაზღვრავთ, რომელ ამპლუაში ვარ მსხვერპლი, ვარ მხსნელი თუ ვარ მდევნელი, გამიგეთ? სტრატეგია ფაქტიურად ზრდასრული მდგომარეობიდან, ანუ აქ ზრდასრული მდგომარეობიდან უნდა შევაფასოთ კონკრეტული აი ამ პიროვნების, ვისთანაც სამწუხაროდ არაჯანსაღ ურთიერთობაში ვართ, უნდა დასრულის პოზიციიდან შევათანხმოთ. ჩვენ არც დედა ვართ მისი და არც მისი ბავშვი, ამიტომ ზრდასრულის პოზიცია რა არის? თანაბარი ურთიერთობები, დაბალანსირებული, დიახ, და არ უნდა ჩაერთოთ ემოციურ თამაშებში. აი დრამაში ვარდება, თქვენც კი არ უნდა დაიწყოთ მასთან ერთად დრამის გათამაშება. არა, რა თქმა უნდა, ქუჩაში არ უნდა დატოვოთ, მაგრამ ესე ძალიან თანმიმდევრულად უნდა მიუდგეთ და არ შეიძლება ჩაყოლა ამ თამაში, იმიტომ რომ ჩაგითხრებთ. მით უმეტეს თუ საზღვრის დაცვა არ ვიცით, აი ეს თამაშის თეორია არ ვიცით, ძალიან რთულია აქ შეიძლება მართლა ჩაგითხრიოს ამ ყველაფერმა. მიჯაჭულობის თეორია, ესაა რა თქმა უნდა ბოულბი, სიგელი და ასე შემდეგ. ეს არის ფაქტიურად ურთიერთობები, რომლებმაც ბავშვობიდან მოაღწია ზრდასრულობამდე. კერძოდ, მე თუ ვიყავი მიტოვებული, მიუწვდომელი იყო ჩემთვის მშობელი, მიუწვდომელი იყო მხარდაჭერა, ან ურთიერთობები, რომელიც მომყვება ბავშვობიდან იყო ტკივილნარევი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად მე ამას ვიყენებ ჩემს ურთიერთობაში და ნებისმიერ ურთიერთობას უკვე ვაყალიბებ შიშით და შიშით ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე რეაქცია ყოველთვის არის ძალიან მკაფიო, ძალიან შფოთვით გამოხატული და შეიძლება გარკვეულწილად რაღაც ვალდებულებების სხვაზე გადაბარება სცადონ ასეთმა ადამიანებმა. დაიმახსოვრეთ, პირველი და უმთავრესი ხართ თქვენ და თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ეს ადამიანები გაზიანებენ, უნდა გახვიდეთ ამ ურთიერთობიდან და გადააბაროთ ისეთ სპეციალისტს, რომელიც მასში რაღაცა ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. და არა ის, იცით, აი მაგალითად, ჩემი ქმარი მოკვდება, მე რომ დავტოვო. ჩემი ქმარი რაღაც საშინელება, ან ჩემ ცოლს მე თუ ასე არ ვუპატრონე, ის ხომ დაიღუპება. ხდება ქმარი და ცოლი თხოვდება. და ვაის ვერსა. გამიგეთ, არ ხდება.
ამოსავალი ყველაზე დიდი ღირებულება და ყველაზე დიდი ფასეულობა ამ სამყაროში არის თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი პირადი მე ამ სამყაროში არის ის, რომ თქვენ და გაუფრთხილდეთ თქვენს სულიერებას, თქვენს ფსიქიკას, თქვენ ფიზიკას და ასე შემდეგ და პარალელურად იზრუნოთ აი იმ გარემოზე, სადაც პასუხისმგებლობები რეალურად აღებული გაქვთ. არ შეიძლება მესმის, რომ 40 წლის შვილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისა, მაგრამ ბავშვი აღარაა, გაუნაწილეთ ზრდასრული პასუხისმგებლობები მათ. მორალური გამართლების თეორია, ესე ძალიან საინტერესოა, ალბერტ ბანდურა იცით ეს და ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ ურთიერთობებში შედიან, ხშირად ამართლებენ თავის ქცევას სხვადასხვაგვარად, კერძოდ სხვებს ადანაშაულებენ, აი ის არის დამნაშავე, აი მე იმიტომ გავაკეთე, რომ და ასე შემდეგ. სტრატეგია. თუ ასეთ ადამიანს გადააწყდეთ, არა იღოთ სხვისი ტვირთი საკუთარ თავზე. უთხარით საკუთარ თავს, მათი ქცევა მათზე მეტყველებს და არა ჩემზე. მოერიდეთ მორალურ მანიპულაციას, მაგალითად, თუ გიყვარ ვარ, უნდა მოითმინო. და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, მე დავარქვი სალი კლდე, თუმცა პირდაპირ თარგმანი არის რუხი მტე, თა, ну რაღაცა ესეთი. ძალიან ეფექტურია ეს სტრატეგია ნარცისთან, სოციოპატთან, ჩვენ თქვით, რომ სოციოპათი უფრო ემოციურად და თან ცუდად დარღვევებით, სამართალ დარღვევებით, მაგრამ ემოციურად მუშაობს. ემოციურ მოძალადესთან, ან მაკონტროლებელ მშობელთან, პარტნიორთან, აი ეს მუშაობს. მიზანია ემოციური კავშირის შემცირება და მათთვის უინტერესო სამიზნედ ქცევა. მოძალადეს რა კვებავს? ჩემი რეაქცია, ხო? მე თუ თქვენ რეაქციას აბსურდამდე გადავიტან, თქვენ ინტერესს დაგეკარგებათ ჩემთან ურთიერთობაში. არ გამოავლინო ემოციები, არც აღფრთოვანება, არც გაღიზიანება. უნდა ილაპარაკო მოკლედ, პატარა მესიჯებით და ზოგადად, ხო, არა, არ ვიცი, კარგი. დავფიქრები, ეგ უკვე ბევრია. ესე იგი, შენ მე დამაფიქრე, არა, მარტივად. არ დაუბრუნო კითხვა მანიპულატორს. აი ესა, იცით როგორი? შეგიყვანს ლაპარაკში და ესა, არ გაუზიარო პირადი ინფორმაცია და თავიდან უნდა მაქსიმალურად აიცილოთ კონფლიქტი და დრამა. მაგრამ ესა არაჩვეულებრივი ტექნიკა, მაგრამ დროშის შეზღუდულად უნდა იყოს გამოყენებული. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს თავისი რისკები და რაღაც საფრთხეები. აი მაგალითად, არ არის რეკომენდებული ხანგრძლივად გამოყენება, იმიტომ რომ მუდმივად აი ამ ემოციის ჩახშობამ შეიძლება თქვენზე იმოქმედოს. მეორე, ძალადობრივი ურთიერთობის შემთხვევაში ეს მაინც დროებითი სტრატეგია უნდა იყოს, სანამ უსაფრთხოდ გახვალთ სიტუაციიდან. მუდმივად ამ სტრატეგიის გამოყენება მოძალადესთან არ არის საჭირო. ეს დაახლოებით ის არის, რომ აი რაღაცა გადაავადო დრამ, რომ გახვიდე ამ ურთიერთობიდან იმ წუთში, რომ მუშტი არ მოგხვდეს, ან რაღაცა აგრესიაზე არ წახვიდეთ. ოღონდ არ ეთანხმებით, გამიგეთ, შენ წყინვალე ხარ, წყინვალე გონება და რაღაცა არ ვიცი, ვნახოთ, არ ვიცი, კი, არა, მშვიდად და ემოცია არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ აი რაღაცა ფეხზე დაგაპიჯათ, ფეხი, გამიგეთ, იცი ფეხი რომ დაგაპიჯათ არ უნდა იგრძნოთ. ტექნიკა არ აგვარებს ურთიერთობებს. ეს არის უბრალოდ გავლენას იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ხანგრძლივად ის ეფექტური არ არის. მაგრამ უშუალოდ მწვავე მომენტებში ამის გამოყენება ცუდი არ არის თუ რა. აი მაგალითია, მანიპულატორი. რატომ არ დამირეკე გუში? ნერვები ამიშალე.
პასუხი დრო არ მქონდა. ემოცი ხო, მაგრამ არ უნდა შეყვე, ამას მარტივი წინადადებები. კარგით, მითხარით და გავაგრძელებ. ხო, მაგრამ მაგას ვამბობ, ჩახურვა უნდა ხდებოდეს, არავითარ შემთხვევაში განგრძობა არ უნდა ყოფილიყოს. აი, ნახეთ რას მეუბნება, პირადი ინფორმაცია არ გაუზიარო. მაგალითად, ჩემთვის თუ არ გქონდა, არ ვიცი, დრო წავიდა. მთელი დღე? ხო, ზოგადად. ხო, ხო. კი. აი ეს იყო სულ მე მგონი, აი ხო, აგრესიაზეც ორ სიტყვას ვიტყვი. აგრესია ზოგადად ნაკლებად ასოცირდება ამ კლასტერთან. აი ძალიან იშვიათი ამ კლასტერში აგრესია. ხო და აქაც არ არის ისეთი, თუ არის და გამოვლინდა, ესეც არაპირდაპირია, უფრო პასიურია და უფრო აღიქმება ინტერპერსონალურ დაძაბულობად, ვიდრე აგრესია, აი როგორც ასეთი გამოხატული. პასიური აგრესია შეიძლება იყოს ანანკასტური უნდა ეწეროს, ანუ ობსესიურ-კომპულსიურ პიროვნულ აშლობას და დამოკიდებულ პიროვნებებს ოღონდ განსხვავებით აი იმ კლასიკური პასიური აგრესიულობისაგან, აქ უფრო როგორი გვაქვს, იცით, უფრო შფოთვითი წინააღმდეგ, თავისთვისაა, შიგნით იკლავს. შეიძლება იყოს ბოღმიანობა, რომელსაც გამოხატავს მაგალითად ირონიული ტონალობით, მაგრამ შორს არ მიდის, შეუმჩნეველი, მაგრამ მავნექცევები, ავტოაგრესია უფრო შეიძლება იყოს ამრიდებლურში, უფრო თვითკრიტიკასა და სირცხვილიანობის განცდასთან არის. თუ დეპრესიული სიმპტომატიკა წამოვიდა, მაშინ როგორც ყველა შემთხვევაში დეპრესია და სუიციდი ტოლობის ნიშანშია. მაკონტროლებელი აგრესია უფრო ანანკასტურში, ანუ ობსესიურ-კომპულსიურ ტიპში არის. შინაგანი გაღიზიანება წესების დარღვევებზე, კონტროლისკენ ტოვა, კრიტიკულობა სხვებთან და უხილავი კონკურენცია, ხო, აი ჩემია სწორი თუ შენია სწორი და სულ მცდელობა ამის დამტკიცების და ეს იყო სულ. აჰა, მოვჭით. დიდი მადლობა გითხრათ. იმისთვის რომ აი ძალიან კვალიფიციურად გასაგებად და დაუზარებლად მომიტანეთ თემა აი ამ აუდიტორიას. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული არის ხოლმე, იმიტომ რომ ხედავ რომ სივრცე რაღაცა მეგონი სწორად არის გაკეთებული და თქვენაირი ადამიანების შემოერთება მას პატივია და დიდი მადლობა ამისთვის. ყველაზე მეტად პატივს საერთაშორისო აქტუალებას იწვევს პროფესიონალიზმი და თქვენი კარგი ქუჩეჩებიათ ასეთიას. პერფექციონისტი. ასე ცხოვრობთ ზოგადად და ეს გასაფასებელი სპეიმებინოთ რომ ჩვენ კიდევ თანამშრომლობთ და დაუბრუნდებით თან შემდეგ ის რომელსაც მოვისმენთ. თქვენ გადაცეთ კატები. მადლობა. და ქალბატონი ელინე სამუშია. ზოგადად არ არის. ქალბატონი ლიკა კუჯურაშვილი. ძალიან დიდი მადლობა. აი ურმეს მადლობა და უერთდები ბატონი გურამის სიტყვებს პროფესიონალიზმი ზეიმი ხონდა. მადლობა. ქალბატონ მაია გაგუას, მაგრამ მე მგონი აქ არაა, ხო? ხმამ ახლა გამომივიდა, მაგრამ
ქალბატონი ეკატერინე დოლიაშვილს გადაეცემა პრიზი, რომ მან მოისმინა ჩემი კურსი. ხართ იქ? ბატონო, არც იქ არ არის. ქალბატონ ქეთევან სოსელიას, რომ მან მოისმინა საავტორო კურსი, აგერ არის საბატონო. იქაც ვაჩვენე. გილოცავთ. ძალიან კარგია. მადლობა თქვენ. თქვენს შეგიძლიათ რაღაც ვთქვათ, რომ ქალბატონი სოფიო ჯორბენაძე, მე მგონი დღეს არ არის, ხო, იმიტომ რომ მოიწერა, რომ ვერაო. შეუძლია წაიღოს ჩვენი სივრციდან. ქალბატონი ნონა სინჯარაძე, მგონი არც ქალბატონი ნონა არა. დიანა ვერძაძე? არ არის. ნათია მურჯიკნელი. თქვენ დია. ბატონო? თქვენსკენ არ ვიყურები? მე გურამს უყურებდი. ძალიან აქიც რა კონკურენტული გარემოა. ნამდვილად ძალიან მადლობა. პროფესიონალური, ადამიანური, ჩვეულებრივი ადამიანებისათვის გასაგებენაზე, იმიტომ რომ ეს მახასიათებლები ჩვენს გვერდზე მდგომი ადამიანებისთვის დამახასიათებელია და გვეძლევა საშუალება, რომ როგორ პრაქტიკაში როგორ ვიურთიერთობთ ადამიანებს და რომ არ იყოს ტოქსიკური. ეს ამ თავად. ქეთევან ქაჩლიშვილი, ნათია ობგაიძე, მარიამ სუხაშვილი, არ არიან. ბატონი ზაზა ეჯიბიშვილი. ნუ ეხლა ძალიან მერიდება. მამაზაძე წარმოგიდგენია. არა. უღრმესი მადლობა. და მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დასაბამი ეკლესიასა და ზოგადად როგორც ფსიქიატრიას, როგორც მეცნიერებას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, ვინაიდან დღეს განსაკუთრებით თანამედროვე ეკლესიას ესაჭიროება ისეთი პროფესიონალი ფსიქიატრებთან ერთად სასულიერო პირების მიერ ფსიქიატრიის ისეთი ცოდნა, რომ მოხდეს განსხვავება და ამ სიმპტომების ცოდნა მინიმალურ დონეზე მაინც რომ გადამისამართება შესაძლებელი იყოს სასულიერო პირის მიერ შესაბამის სპეციალისტ არა სამწუხაროდ დღეს არ არის და ხშირად აღიქმება რომ ყოველთვის შეპრობილობა და ეგრეთ წოდებული წყალში ვთქვათ ჯადოა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ანისანიკიძე. მე ვიცი რომ ქალბატონინოსთან ურთიერთობის ბედნიერება სტუდენტობიდან მაქვს და ჩემი ფსიქიატრიის სიყვარული იწყება მათი და ძალიან სწორად თქვა რომ ქალბატონინოს და დანერგილი მეთოდოლოგიით ძალიან ბევრი სტუდენტი განვითარდით, იმიტომ რომ აი ფიზიკური თავდაცვა ზუსტად თქვენი ფსიქოლოგიის კურსიდან მახსოვს, რაც მანამდე არავის არასდროს არ უხსენებია. ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები და ასე შემდეგ. სხვაგან არ და ყოველთვის ქალბატონინოს სახელი ყოველთვის ასოცირდება. ყოველთვის ნამდვილად ასოცირდება პროფესიონალებთან და მეტი შესაძლებლობები უნდა გქონდეთ კიდევ. მადლობა თქვენ. მაგდა მამისაშვილი. არა ყავს მე მგონი. სალომე პეტრიაშვილი. დიდი მადლობა. დიდი გამოცდილება იმგენის გადაცემის არა მაქვს, მაგრამ ვცდილობ რომ ლამაზად გადმოგწ. ქეთევან ხინთიბაძეს. ირმა კვაჭაძეს. ანა მირანაშვილს. ირმა რამიშვილი. აი მე ბოდიში ანა. ისე ჩავიქნია, ხე რომ აღარავინ აღარ მოვიდა. მადლობა დიდი რომ დაესწარი. ირმა რამიშვილი და ხათუნა ჯიქია. ვიცი რომ ირმა. არა არის ხო? მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ ზოგადად კლინიკებში. და ხათუნა არაა ჯიქია. ხათუნა ანუ კატო არა. აი ხათუნა ანუ კატო გაქვთ თქვენც ესეთი. ამითი დასრულდა